გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გამოფენა სახელწოდებით თბილისის ხედები და ქრისტიანული ძეგლები გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები, ასევე მოზარდები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. თბილისის არქიტექტურა, ისტორია და თანამედროვეობა ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში მოეწყო გამოფენა. გამოფენა, რომელიც გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის საგამოფენო სივრცეში, დარბაზში არს გეორგიკა, წარმოადგენს ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების აი ამ სივრცეში ჩვენთვის გასაცნობად წარმოდგენილ ნამუშევრებს. თავისთავად შინაარსი ნამუშევრებისა გახლავთ თბილისის არქიტექტურა დაფუძნებული ძირითადად ეს მასში ჩადებული აზრი იყო 1700 წლის თავთან დაკავშირებული საქართველოში რელიგიის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ზუსტად ამ თემატიკაზე დაყრდნობით ახალგაზრდებმა იმუშავეს თბილისის საეკლესიო არქიტექტურაზე ძირითადად. ეს არის შესანიშნავი ნამუშევრები, თქვენ ამას, როდესაც ექსპოზიციას დაათვალიერებთ, ყველანი აღფრთოვანებით აღიქვავთ ამას, იმიტომ რომ უყურებთ თითოეულ ნამუშევარს, გრძნობ როგორი სულიერი სითბო არის მის მიერ განმხორციელებელ ხელოვანში. მე არ მოვერიდები ამ სიტყვას ხელოვანს, იმიტომ რომ ეს ბავშვები, ეს სკოლის მოწაფეები, ჩვენი ქვეყნის მომავალი ნამდვილად დღეს აი ამ დარბაზში გვევლინებიან როგორც ძალიან გონიერი და ნიჭიერი შემოქმედნი, რომლებიც თავის ქალაქს ასეთი სიყვარულით აღიქვავენ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასეთი ახალგაზრდობა გვეზრდება და ჩვენ ერთს დიდი მომავალი აქვს. მე მაქვს ბედნიერება, რომ ყოველ წელს დავესწრო ხოლმე ჩუბინაშვილის ცენტრში ესეთ არაჩვეულებრივ ღონისძიებებს, მაგრამ წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია, სწორედ ეს 1700 წელთან დაკავშირებით და ბავშვების ნამუშევრებით სწორედ ამ თემას ეხმიანება. ვერ ვმალავ ემოციას, ვერ ვმალავ აღფრთოვანებას ამ ბავშვების არაჩვეულებრივი ხედვით, მათი ფერთა გამით, როგორი ლაღი და როგორი ძალიან საინტერესო ხედვაა მათი გამოხატული ამ ნამუშევრებში. ჩემ ნამუშევარზე გამოსახულია ერთგვარი თბილისის ხედები, რომელიც ელენე ახვლედიანის ნამუშევრის მიერ არის აღებული ინსპირაცია ციტაციის მეთოდით და ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოსახავს ეს ყველაფერი ზოგადად თბილისის ხედების და ძველი თბილისის კოლორის და ატმოსფეროს. გამოფენა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბევრი სკოლა გაერთიანდა ერთად და ასე ვთქვათ, ბევრი სხვადასხვა სკოლის ბავშვები შევერთი და გავერთიანდი და ყველამ ერთად მოვინახულეთ ელენე ახვლედიანის ინსპირაცია საიდან აიღო ეგ ადგილები და ჩემი ნახატიც მაქედან იყო. ელენე ახვლედიანმა მომხიბლა თავისი ნამუშევრებით და დიდი სიამოვნებით დავხატე, ასე ვთქვათ, მასწავლებელმაც გამიწია რეკომენდაცია. ღონისძიების ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ისტორიისა და დედაქალაქში არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ ისაუბრეს. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის მიზანია ახალგაზრდებში საკუთარი ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ქრისტიანული არქიტექტურის მიმართ ინტერესის, პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გაღრმავება. საგამომცემლო პროგრამის სახელწოდება გახლავთ თბილისის არქიტექტურა და ქრისტიანული ხუროთმოძღვრება. პროექტი ეძღვნება ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილეს. პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყო ძველი თბილისის რაიონის 4 საჯარო სკოლა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მოსწავლემ. დღეს წარმოდგენილია ახალგაზრდების ნამუშევრები ამ თემაზე, ძველი თბილისის ხედები, თბილისის პოსტერები. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები
აქტიურად ძალიან დიდი სიყვარულით არიან ჩართული ამ პროექტში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ნახატების გამოფენა. აქ არის წარმოდგენილი მათი დიდი სიყვარული საკუთარი ქალაქის, კულტურის მიმართ და დღევანდელმა გამოფენამ და კონფერენციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ როდესაც თაობა ასე ზრუნავს, სწავლობს თავისი ქვეყნის კულტურას, თავისი ქვეყნის ქალაქის ისტორიას, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა საიმედო ხელშია. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გამოფენა 4 ივნისს გაიხსნა და დღეს დასრულდა. 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ბაღში დღეს ღონისძიებები გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა უწყებებმა მათი საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო კუთხეები წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფოტო და კომიქსების კონკურსების გამარჯვებულები. შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს გარემოს დაცვის დღეს და ამ დღის მნიშვნელობა მართლაც ძალიან დიდია, იმიტომ რომ ის გარემო, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს სუფთა, ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და რა თქმა უნდა ჩვენი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უამრავი მიმართულებით მუშაობს. პირველი და უმთავრესი რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ჩვენი ეროვნული ბიომრავალფეროვნების დაცვა და მოფრთხილება. და სწორედ დღეს დედაენის ბაღში ჩვენ ერთად საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ერთად და ჩვენ უწყებებთან ერთად აღვნიშნავთ დღევანდელ გარემოს დაცვის დღეს, სადაც სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება არის წარმოდგენილი ფაქტობრივად, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, რომლის მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა წარმოადგენს, ასევე ტყე, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, მაგრამ ყველა ის უწყება, რომელიც სამინისტროს სისტემაში ზრუნავს იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს უფრო სუფთა ჰაერი, უფრო სუფთა წყალი, იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ უკეთეს ხარისხიან გარემოში იცხოვროს და რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ ვახსენებთ ყველას, რომ გარემოს დაცვა არის სახელმწიფოს ვალი, მაგრამ ამ პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. დედაენის პარკში წარმოდგენილი არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეუწყებო დაწესებულებების სხვადასხვა თემატური სივრცეები, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პატარებს, მომავალი თაობის წარმომადგენლებს. პირდებით ძალიან მხიარულ დღეს, რომელიც იქნება დატვირთული საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებებით. გარემოს დაცვის საუბლიოთ დაკავშირებით ჩვენი სამინისტრო ყოველწლიურად აწყობს დიდ ღონისძიებას. მათ შორის დღეს გვაქვს ესეთი ღონისძიება დედაენის პარკში, სადაც წარმოდგენილი არის ჩვენი სამინისტროს ყველა თემატური სტრუქტურები, სივრცეები, მათ შორის არის სატყეო სააგენტოს სივრცე, სადაც წარმოდგენილი არის მეტყევების შესახებ ინფორმაციები და მათ შორის გახლავთ ბატონი ცხონებული სუნათი სოლომონ ხურდიანი შესახებ, რომელიც იყო ჰიბრიდიზაციის და სელექციონერებისთვის საქართველოში ფუძემდებელი. მე მინდა სიმპტომი მოხატო, რომ იგი გახლავთ ჩვენი პატრიარქი შიო მესამის ბაბუა. და როგორც მოხსენებათ, ჩვენი პატრიარქი როგორც ცხონებული სუნათი ილია მეორე ასევე შიო მესამე დიდი მნიშვნელობას დიდი მნიშვნელობას ბუნების დაცვას, ეკოლოგიას, გარემოს და ჩვენი წარსულის წინაპრების ამაგის დაფასებას. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დედაენის ბაღში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო თემატური სივრცეები. ვიცავ ჩვენი ქვეყნის ბუნებას. ამ სახელწოდების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. თითოეულ მათგანს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ცხეთამთიანეთის რეგიონში, სოფელ თვალივში სახელმწიფო ტყეში დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, მომღერლებმა და სპორტსმენებმა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების მიზანი საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცდილობს ყოველწლიურად ისეთი სახის ღონისძიებებით აღნიშნოს ეს დღე, რომელიც
ხელს შეუწყობს ჩვენი გარემოს გაუმჯობესებას და ზიანის თავიდან აცილებას. მაგალითისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა გარემოს დაბინძურებაა და ჩვენ ტყის ერთი მონაკვეთი დავასუფთავეთ, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შემოგვიერთდნენ და ამ ასეთი სახის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტო პერმანენტულად მართავს ქვეყნის მასშტაბით.